მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზლაჯლოში მდებარე სასურსათო მაღაზია MM-ში ძარცვის მიზნით ერთი პირი შეიჭრა. არსებული ინფორმაციით დამნაშავე მაღაზიის თანამშრომელმა იმ დროს შენიშნა, როცა იგი რამდენიმე ბოთლი ალკოჰოლური სასმელის მოპარვას ცდილობდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 ქურდობის მუხლით დაიწყო. თბილისი კახეთის გზატკეცილზე ავარია მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. შეჯახების შედეგად მერსედესის მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. დაღუპულები ლაგოდეხის მკვიდრნი უსუფარ კურბანოვი და განჯა კურბანოვაა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეორე და მერვე ნაწილებით მიმდინარეობს. პოლიციამ მარნეულში დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით მოსამართლის განჩინების საფუძველზე 4 პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მარნეულსა და თბილისში მდებარე სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში სხვადასხვა დროს მოტყუებით ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას თაღლითურად ეუფლებოდნენ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მიყენებულმა ზარალმა ჯამში 48,845 ლარი შეადგინა. რიკოთის გვირაბის შესასვლელთან ტრაილერი ამოტრიალდა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამო გვირაბი გადაიკეტა და ავტომანქანებს შემოვლითი გზით უშვებენ. არსებული ცნობით ტრაილერის ამოტრიალების შედეგად არავინ დაშავებულა.